რატო კოლ-ცენტრი? იმიტომ რომ ეს არის დანაშაულის ადგილი. რა დანაშაულზეა საუბარი? თაღლითური გზით ითვისებენ ფულს პენსიონერების. დამიტოვე რომ მე უნდა ფიტრებში გავუშვა ეგ. რაღაც თავიდან დავიწყო. ჩაჩერე, გაზუსტე, მითხარი და დავიწყო. რატო კოლ-ცენტრი? იმიტომ რომ ეს არის დანაშაულის ადგილი. რა დანაშაულის ადგილია? თაღლითური გზით ითვისებენ ფულს სხვა ადამიანების ანგარიშებიდან. შეგიძლია მითხრა სქემა როგორია მომიყვე? სქემა არის ასეთი: გირეკავს სასიამოვნო ხმის ახალგაზრდა ქალი ან მამაკაცი, გთავაზობს პროდუქტს, გთავაზობს აქციებს, გთავაზობს ბიტკოინს, გთავაზობს 1000 რამეს და გეუბნება რომ ეს თქვენ დანაზოგს გააორმაგებს. თქვენ უყურებთ ანგარიშს, სადაც ჩარიცხეთ $100 და დღის ბოლოს ის გახდა 200. მეორე დღეს ავტომატურად ჩარიცხეთ 300 და საღამოს გახდა 600. პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, თანხებს, შემდეგ ჩარიცხავთ $1000 და საღამოს როცა ელოდებით რომ $2000 და გახდება ეს $2000, გადაწყვეტთ რომ ეს ფული გადაირიცხოთ თქვენს ანგარიშზე და აღმოაჩენთ რომ ფული აღარ არსებობს საერთოდ, არც თქვენი ჩარიცხული, არც გაორმაგებული და ანგარიშიც არის გაუქმებული. გაიაზრეთ, სად დაიწყეთ ბრძოლა? სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერა. იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ეს იყო რიგითი ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ის რაც ამას მოყვა თამდევი შედეგები, ეხლა უკვე ხვდები რა ძალებთან მაქვს დაწყებული ძალიან მძიმე დაპირისპირება. ესენი არ არიან ჩვეულებრივი თაღლითები, ეს არის ორგანიზებული ჯგუფი, ხშირად საერთაშორისო და ხშირად პოლიტიკასთან დაკავშირებული, მათ შორის საქართველოშიც.